თბილისის მერია ისტორიული უბნების აღდგენა რეაბილიტაციას განაგრძობს. ქვემო კალაზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და რეკონსტრუქციას ათეულობით სახლს ჩაუტარდა. მოხდა ფასადების კაპიტალური რესტავრაცია და თითოეული მათგანი უბნისთვის დამახასიათებელი ქართული აგურით მოპირკეთდა და ასევე აღდგა ისტორიული განაშენიანების ურბანული სტრუქტურა. სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა პირადად დაათვალიერა და მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ძველი თბილისი რო აიყო აი სტადიონიდან მოყოლებული და აი გრიშაშვილის ბოლოთი დამთავრებული. ხო, აი სადაც ძველი თბილისის ისა. 33 უბანი. მთლიანად ჭირდება დაახლოებით 1.5 მილიარდი. კიდე რომ აი ყველაფერი მოიყვანო აი და ესეთ კონდიციაში. სტადიონთან მიდის ის პლეხანოვის იქითა ნაწილი. პლეხანოვი დამთავრდა. ეხა გვინდა რომ იქაც რამდენიმე ესეთი ოაზისი შევქმნათ, რომ მე კერძოებით წამოვიდეთ. აქაც ზუსტად ეგეთი პრინციპით მუშაობ. ჩვენ რო ლაპარაკობთ სიღარიბეზე, სიღარიბე შენობა უკვე ბოლო გამოხატულებაა. ეხა ადამიანს ფული რო კონდეს, საერთოდ არ ჭირდება ჩემი დახმარება, მერიის დახმარება, თვითონ გააკეთებ, თვითონაც იცის როგორ უნდა გააკეთოს ესა. ამიტომ ეს ერთ-ერთი საშუალებაა სწორედ ამ სიღარიბის გაძლევა. გვინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაეზღვეს და ამ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამაში ჩაებას. ბავშვებზე არის 5 წლის ჩათვლით და პენსიონერებზე ეხლა რაც დაიწყება კიდე დამატებით სექტემბრიდან. ესეც მნიშვნელოვანი ის არის, იმიტომ რომ ერთიანობაში სახლი ისე ვიმეორებ, ბოლო ესე თქვა გამოხატულებაა ჩვენი ბედნიერების ან უბედურების, მაგრამ უბედურება მაინც ყოველთვის იწყება სამსახური რო არ გაქვს, შემოსავალი რო არ გაქვს, მერე ვინმე ავად გაგიხდა, შენ თვითონ ცუდად გახდი და всё, აი მერე იწყება, რაც იწყება ყველა უბედურება. ამიტომ განსაკუთრებით პენსიონერებისთვის ეხა ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეხიდება, რაც კი შეიძლება ამ თვითას გავაკეთოთ. აქაც ეხა დაახლოებით ყოველწლიურად ეს სახელმწიფოს დაუჯდება ალბათ რაღაც 9 მილიარდი, არა, დაახლოებით 700 მილიონი ხარჯი დაემატება ამით. მაგრამ ამაზე რომელიც ბუნებრივია გამოაკვდება თქვა სხვა რამეს, უფრო სწრაფად დაამთავრებდი ამ რესტავრაციას გინდ თქო. ამიტომ მეტი, მაგრამ ადამიანია რა მთავარი.